რა ჭირს გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო მე ასე ჩემ ოპ ტელეფონი არ ჩამწვდის სამსახურიდან მივიდივარ სახლში ესეთ მოჟამულ დღეები როცა გაემთხოვა ხოლმე ესეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს რომელიც მე მრავლად მოქვს დეკემბრის დასაწყისიდან სულ მინდა ხოლმე დედამ ყავდეს ანუ ისეც მინდა მაგრამ ამ დროს ძალიან მინდა ხოლმე ხარა კალიტკოთ გაუბრესტი ბიჭები პოსტა ლამშვეც ხელი გაუშვიჩქო ვინ გეკითხება ახალი შარი არ გინდოდეს წადიშვილო სახში ხოდა აი ვინ გეკითხება თია ქალები ამდენს რომ ვიტანთ და ვუძლებ ჩემ პრავეზია მომძინებს გამეტნავად კარგი ჰაერია სასახლეში რომ წავედი წვიმდა ხელი ძალიან ტკივა ჩემი საყვარელი ხედი ძალიან მიყვარს ესეთი არ უნდა მიყვარდეს ეს ქალი ვინ არის ვერ დავადგინე აი მოვეხვეტე სახში როგორ ფერმკრთალი ვერ რაღაცნაირი მოიცეთ ის გავწმინდოთ იქნება მსწრელი არ ვიყიდა ეს ვიყიდა ეს სახლიდან წავიღე სამსახურიდან გიჟდები კარგი სუნგ ფახიტასია თავი არ გასწონყო ეს ჩემი სიყვარულია არ ვიცი რატო შემოყვარდა ხალხო ისპანახი და ჭარხალი ისპანახი ასე თუ ისე მიყვარდა მაგრამ ჭარხალი მძულდა იმდანაც მძულდა რომ დედა რო აკეთებდა ხოლმე არ ვჭამდი ანუ თვეში ერთხელაც არ ვჭამდი ყოველ დღე ვჭამ ჭარხალს ვიცი რომ შაქარ შეიცავს და გავსუქდები კარგია რა თქმა უნდა ეხა ბავშვებისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის რომ კეთდება ცოტა სხვანაირია ცოტა მარილიცაკილე ცოტა სიმწარიცაკილე ცოტა მეტი ძმარი ჩემთვის მისაღებია მაგრამ გადავანელებ ხოლმე გადავკმაზავ ხოლმე ეს არ ვიცი რა ნიკოს საყვარელი მაკარონი მე ძალიან კარგად გამოიყურება ბოსტნეულით მოგიტანო და მაკარონი არის ბოსტნეული ძალიან გემრიელად გამოიყურება შენ ხო გიყვარს მაკარონი არ გინდა რა პრობლემა აქ არის ჩემი გამომწვარი ხაბისგინას ნახევარი ლობიანი იტოს სუქტები ჩვეულებრივი ხაჭაპური ფენოვანი ხაჭაპური და ესეც ხაბი ახლა ამას გავასვათ ავაშრიალოთ და ვენაბრატა წავიღოთ მაგიტაზე
ჩვენ მეგობარი იყო სად იყო დე ვაჩე ბუდაპეშტში ნახეთ რა ჩავმეტანა აი ვიცი რატო ვარ ლოჩი რვენის გასახსნელი კაცია ბოთლის გასახსნელი ქალია და ბოთლზე დასაფარებელი ღვინის ბოთლს რომ გახსნით და დააფაროთ ისეთ ქალია და ძალიან გამიხარდა რა ხდება კიდე სხვა არაფერი არ ხდება გარდა იმის რომ დღეს თურმე ყოფილა დღე YouTube-მა შემახსენა მომილოცა 4 წლის თავი იუბილე ხოდა მიუხედავად იმის რომ მთელი სოლოლაკი კომერნობა ფეხით მოვიარე მსგავს ორიგინალურ ნამცხვარს რომელსაც ხინკლის ფორმა აქვს ფიქრობ ვერავინ ვერსად ვერ მიაკვლევდა ხოდა ვილოცავ ჩემ თავს 4 წელი თქვენთან ურთიერთობას შემდეგი 4 და კიდე 4 და კიდე 4 ყოფილიყოს მე პენსიაც ხომ მომიწევს ამბობენ პენსიაზე YouTube-ზე მაგარი ხელფასებიო პენსიებიო ხელფასიო არ ვარ გაო პენსია არის აოცარიო ხოდა უსურვებ წარმატებას თქვენს ბედნიერებას თქვენს ჯანმრთელობას რომ დიდხანს მყავდათ ჩემთან იყოთ კი ლოცავთ ჩემ თავს ეს გადავიტანოთ და დავწვათ ნიკოს გაკეთებული სასანთლეა დაახლოებით მეოთხე კლასში იყო მე მგონი რომ გააკეთა ხოდა 4-იანი არ მინდოდა წავედი ისე ტაძარში ვიყავი შესასვლელი და ძალიან საყვარელი გოგონა რომელიც სანთლებს ყიდის და მითხრა რომ მე ხო გიждები ამ საკმაველზე ადრე რომ კურნალობდნენ იმათ ვეთანხმები იმდენად მომშვიდებს და იმდენად კარგ აურას მიქმნის ხოლმე რომ დიად მიყვარს თან ნახავ ხა როგორი სუნი აქვს კეთყვით ხა რა წერია კიპარისი ამ წეს ხის სუნი უნდა ქონდეს ამ ნაგავსად ვინახავ ხოლმე და მე ვარში აი მე რა კარგი სუნი აქვს მართლა კარგი მადლობას მოგიხდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით ყოფნისთვის თან ყველა სიტყვისთვის თანადგომისთვის სიხარულისთვის მე აქ შევიძინე საუკეთესო მეგობრები რომლებიც ჩემი ოჯახის წევრები არიან და ვერც ვიფიქრებდი რომ ეს პლატფორმა ადამიანთან ისე დამაახლოვებდა რომ ჩავთვლიდი რომ ის ჩემი ოჯახის წევრია მაგრამ თურმე არის ასე მე ბევრი კარგი და სასიამოვნო ემოცია მივიღე ბევრი არასასიამოვნო და ძალიან ბევრი ვინერვიულე მაგრამ თქვენის თქმის არ იყოს როცა თვლი რომ გინდა რომ რაიმე აკეთო და ცოტა საჯარო ხარ მე რა საჯარო ვარ 4 წლის განმავლობაში 4000 რაღაცა გამომწვარი მყავს თვლი რომ
როგორც სხვა ცხოვრებისეულ ამბებში აქაც მაჩანჩალა ვარ. ვერ ვრისკავ, ვერ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რომელიც ამ ყველაფერს მომიმატებს, ან არ ვაკეთებ, ან ვერ ვაკეთებ, ან არ ვიცი. მაგრამ ის, რომ თქვენი უზომოდ მადლობელი ვარ ამ 4 წლის განმავლობაში. თქვენ არ იცით თქვენს კომენტარებს, როგორ ვკითხულობ ხოლმე, რა ემოციებს იწვევს, როგორი დამოკიდებულება მაქვს, როგორ ვფრთხილდები ხოლმე. რა თქმა უნდა, გამორჩეული გამომწერებიც მყავს, რომელთა კომენტარებსაც ვეძებ ხოლმე, მაკლდებიან ხოლმე და მინდა ხოლმე რომ იყვნენ. რა მასწავლა ამ 4 წელმა? ამ 4 წელმა მასწავლა ის, რომ თურმე არსებობს ადამიანებს შორის ურთიერთობა დისტანციურად და ამ დისტანციურ ურთიერთობაში არის ნამდვილი სიყვარული. მასწავლა ის, რომ კიდევ უფრო კარგად დამანახა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი, არსებობს არამკითხე მოამბეები, რომელსაც სადაც არა სჭამენ, იქ აბხანენ. მასწავლა დამანახა, რომ ეს სამყარო ცოტა სხვაფერია. 4000 კაციდან ყველა არ წერს, მაგრამ ძალიან ბევრი კომენტარი მხვდება ხოლმე ჩემს ვიდეოზე. ჩემთვის ბევრი საკმარისია ის, რომ წავიკითხო, გავიაზრო, შემოგეხმიანოთ, ან თუ ძალიან უხასიათოთ ვარ, დაგიგულოთ მხოლოდ. რით მიშველა იმან, რით მიშველა არა, რით დამეხმარა. აქ ყოფნა მე ბევრი ზიანი მომაყენა. თუმცა მე ვახერხებ იმას, რომ ოჯახი, პირადი ურთიერთობა ის 9 საყვარელი, რომელიც ნათელა თუ რა ერქვა იმ გოგოს, იმან თქვა, დავმალო ჩემი ოჯახის წევრები, მოვარიდო ამ ყველაფერს, რომ ის რაც ჩემზე შეუძლიათ რომ ესე ხელაღებით თქვან, არ თქვან მათზეც. ეს მასწავლა, რომ ხანდახან ნიკოლოს ვაჩენდი ხოლმე და ეხლა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავმალო. დავითსაც ვაჩენდი ხოლმე, ეხლა ვმალავ. დავმალო ყველა ის ჩემი პირადი ნაბიჯი, რაც ემოციებს არ უკავშირდება. ემოციებს ვერ ვმალავ, იმიტომ რომ ეს ემოციაა და სახეზე აისახება და უნდა მოყვა. ანუ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი გაიაზრო, გაანალიზო და მერე თქვა, იმიტომ რომ იქნებ ვინმეს წაადგეს. რა მომემატა? სითამამე. სიამაყე და ის მომემატა, რომ ამდენ ადამიანს გიყვარვართ. სიყვარული მომემატა ცხოვრებაში. ძალიან მაბედნიერებთ. ძალიან მახარებთ, გაკვეთილი იწყება. და ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, რომელიც სულ წერს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და მიყვარხართ. წინასწარ ეყავია დავრეკავ. წავედი ხა ნიკუშას აღარ შევაშლი ხელს. დაგემშვიდობებით და ჩემი ერთი თხოვნა მინდა გითხრათ, თუ ვინმეს რაიმეში შეგიძლიათ რომ თვლით რომ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ეს ერთადერთია თქვენი დახმარება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, უფასოა, დაალაიქოთ და დამიკომენტაროთ. ნებისმიერი თქვენი კომენტარი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას სათუთად ვაფრთხილდები, ყველას აი ამ დიდ შუბლში ვინახავ, სახატავი ფურცელივით რომ აქვს. და ხო, გამოწერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.